მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, თქვენი მყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა ტრადიციულად შეეხება აგვისტოს თვის ასტროლოგიურ პროგნოზს სტიქიებისა და ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უნდა უყუროთ, სასურველია როგორც მინიმუმ, რომ უყუროთ თქვენს ასტროლოგიურ პროგნოზს იმ ნიშნისთვის, რომელ ნიშანშიც ყავთ მზე, ასევე იმ ნიშნისთვის, რომელ ნიშანშიც ყავთ მთვარე და ასევე იმ ნიშნისთვის, რომელ ნიშანშიც ყავთ თქვენი ასცენდენტი. თუ როგორ უნდა გაიგოთ, სად არის თქვენი მზე, მთვარე და ასცენდენტი, ამისათვის უნდა იცოდეთ თქვენი დაბადების ქვეყანა და საათი. ნუ რა თქმა უნდა, თარიღი თავისთავად ცხადი. დღეს გვაქვს მოკლედ ტრადიციული ყოველთვიური გაშლა და აქვე მინდა კიდევ ერთი მორიგის სიახლის შესახებ გითხრათ, რის გამოც ფაქტობრივად მე გავაკეთე ჯგუფი აღმოაჩინე შენი თავი, თუმცა აქამდე მე ეს საკითხი თქვენთან არ გამიჟღერებია. მინდა გითხრათ, რომ ვიცავ სადიპლომოს უკვე მოლდოվել სპეციალისტთან, ვალენტინა კერენიაკთან, ციფრული ფსიქოლოგიის მიმართულებით, ვინც ახლა მე მიცნობს, იმან ძალიან კარგად იცის, რა ძალიან ახლოს ვარ ციფრებთან და ასევე ძალიან კარგად იცის, რა ძალიან ახლოს ვარ ფსიქოლოგიასთან. ამიტომ იმისათვის, რომ დავიცვა დიპლომი, ჩემი სადიპლომოსი, ასე რომ ვთქვათ, ნაშრომი რომ გავაკეთო და ეს იყოს რეალისტური, ამისათვის შევქმნი ზუსტად ის ჯგუფი, რომელ ჯგუფშიდაც გიწევთ, გაწევრიანდეთ და ფაქტობრივად მიიღოთ უზარმაზარი ინფორმაცია მიზერულ ფასად, მართლა მიზერულ ფასად და ამ ინფორმაციასთან ერთად დამატებით მიიღოთ მაგალითად თქვენი წარმატების კოდის შესახებ ინფორმაცია, თქვენი ჩაცმის რეკომენდირებული სტილის შესახებ ინფორმაცია ბავშვების მატრიცის შესახებ, ანუ ციფრული ფსიქოლოგიის მიხედვით ინფორმაცია, წყვილების შეთავსების შესახებ ციფრული ფსიქოლოგიის მიხედვით, ქვეყანასთან შეთავსების მიხედვით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, უდიდესი ინფორმაცია გარდა იმისა, რაც უშუალოდ თქვენ გეხებათ და რასაც უშუალოდ გაგატანთ ამ 8 ან 10 კვირის განმავლობაში და ასევე დამატებით ბონუსებს მიიღებთ კიდე პირადად ჩემგან ძალიან ბევრს. დავთაგავ, მე შემიძლია, არც ეს არ არის პრობლემა, დავთაგავ იმ ადამიანის გვერდს, ვინც მასწავლის ამ ყველაფერს, შეგიძლიათ ნახოთ, დარწმუნდეთ თქვენ თვითონ, რამხელა ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ საკუთარ თავზე და ამავე დროს გიწევთ ყველას თავისთავად ცხადია ჯგუფში, რომელსაც ქვია აღმოაჩინე შენი თავი. 8 კვირიან მოგზაურობაში, ამ 8 კვირიან მოგზაურობას ზუსტად ვერ ვამბობ 8 ან 10 კვირა, გააჩნია ჯგუფს როგორ წამომყვებით, თითოეულ თქვენთაგანს გემუშავებით თქვენს ენერგიებზე, რომელი ენერგია არის დაუშვათ უარყოფით კონტექსტში წასული, რომელი ენერგია არის გადასაყვანი დადებით კონდიციაში, სადა გაქვთ დაუშვათ კარმული ვალები ან შეცდომები, პირად ურთიერთობების ნაწილში, ფინანსების ნაწილში, სულიერი გამოვლინების საკითხში, სად არის თქვენი დაუშვათ სულის ძირითადი გზა, საით მიყავხართ თქვენ სულს, ამაზე ძალიან ბევრს მისვავთ ხოლმე შეკითხვას პირად კონსულტაციებში და ეხლა გეუბნებით, რომ გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა, იმიტომ რომ იმ ფასად, რა ფასადაც ეხლა მე ამ ყველაფერს გთავაზობთ და პლუს ბონუსად გთავაზობთ ჩემს პირად კონსულტაციას ამ 10 კვირიანი პროგრამის თუ 8 კვირიანი პროგრამის გავლის შემდეგ, მსგავსი უპრეცედენტო ფასი თავისთავად ცხადია, ვეღარ და აღარ განმეორდება, ამიტომ ისარგებლეთ ამ შესაძლებლობით და აგვისტო არის, იცით თქვენ, მე-10 თვე, უბრალოდ აგვისტო არის მე-8 თვე, აგვისტო არის მე-8 თვე და ამ მე-8 თვის ენერგიით, რომელიც არის ფაქტიურად უსასრულობის ენერგია, შეგიძლიათ რომ დადებით კონტექსტში გადაიყვანოთ თქვენი ძალიან ბევრი პროგრამა და მისცეთ საკუთარ თავს უნიკალური შესაძლებლობა, გახდეთ
უკეთესი საკუთარი თავი დღესვე, არა ხვალზე და მალზე, არამედ დღესვე და ეს პროგრამა ზუსტად ეს 10 კვირიანი პროგრამა ზუსტად ამის შესაძლებლობას მოგცემთ ჩემთან ერთად. დეტალებზე რა ღირს, როგორ შეიძლება ჩავერთო ასე შემდეგ და ასე შემდეგ შეგიძლიათ მომწეროთ WhatsApp-ში. ეხლა კი ვნახოთ რა ხდება პროგნოზთან მიმართებაში აგვისტოს ენერგიებში და ეხლა ვნახოთ თქვენი ზოგადი ენერგია სტიქიების დონეზე. ზოგადი ენერგია მიწის სტიქიის წარმომადგენლებისთვის, ზოგადი ენერგია წყლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის, ზოგადი ენერგია ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებისთვის და ზოგადი ენერგია ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის. მოდი ახლა ამას ესე ოდნავ ჩავწეროთ თქვენ ყველას, ესენი გიჩანდეთ. ანუ მიწა, წყალი, ჰაერი და ცეცხლი. ეს არის ზოგადი ენერგია. და ეხლა ვნახოთ თითოეულ სტიქიაში შემავალი ზოდიაქოს ნიშნების ენერგია 2025 წლის აგვისტოს თვეში. ნახოთ აბა რა იქნება. ზოგადი ენერგია ყუროებისთვის, ქალწულებისთვის და თხის რქებისთვის, ანუ მიწის სტიქიის წარმომადგენლებისთვის, ყურო, ქალწული, თხის რქა. ზოგადი ენერგია მორიელისთვის, თევზებისთვის და კირჩხებისთვის, ანუ წყლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის. ზოგადი ენერგია ტყუპებისთვის, მერწყულისთვის და სასწორისთვის და ბოლოს ზოგადი ენერგია ლომისთვის, ვერძისთვის და შვილდოსნებისთვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სასურველია უყუროთ მზე, სადაც ყავთ იმ ნიშანს, სადაც ყავთ მთვარე იმ ნიშანს და სადაც ყავთ თქვენი ასცენდენტი იმ ნიშანს. აი ამ სამივეს კომბინაციით მიიღებთ არაჩვეულებრივ ინფორმაციას, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ტიპის საპროგნოზო ტენდენციების გამოსავლენად. და დავიწყოთ ახლა მიწის სტიქიის წარმომადგენლებისთვის ზოგადად როგორი იქნება 2025 წლის აგვისტოს თვე. შემოკარგებო, ხმლების მეფის ენერგია გვაქვს აქ. ეხლა რა მინდა რომ გითხრათ, ზოგადად მიწის სტიქიის წარმომადგენლებისთვის აგვისტოს შესაძლოა იყოს აქტიური რა ნაწილში, იცით, რომ დააკვირდეთ რაღაცებს, დააკვირდეთ ვიღაცებს და გამოიტანოთ დასკვნები. ესენი თქვენი მტრები არიან თუ თქვენი მოკავშირეები. აი დაახლოებით ესე შეიძლება რომ კეთილებად და ბოროტებად რო გავყოთ ძალიან ესე აბსტრაქტულად, ხო? აი ზედმეტი დეტალიზაციის გარეშე პროცესები, აი ზუსტად ესეთი ენერგია გაქვთ თქვენ მიწის სტიქიის წარმომადგენლებმა, ანუ კეთილები და ბოროტები, მტრები და მოკეთეები. აი ესეთი სიტუაცია, აი აქ თქვენ აკვირდებით მოვლენებს. დაუშვათ თუ კეთილად მოვლენ ჩვენი ქართლის დედის არ იყოს, მიაწვდით ღვინით სავსეთას, თუ ბოროტად მოვლენ, იშიშვლებთ ხმალს, რომელიც არც არის ჩაგებული, ანუ საომრად მომართული ხართ. აკვირდებით ვის რისი მოცემა, ვის რისი მოტანა შეუძლია თქვენს ცხოვრებაში და შესაბამისად გადაწყვეტთ რომ იმოქმედოთ. მიწის სტიქიის წარმომადგენლებო. ეხლა ვნახოთ უშუალოდ ყუროებს როგორი ექნებათ. რა საინტერესოა. ყუროებს როგორი ექნებათ 2025 წლის აგვისტო. ყურობა თქვენთან მოვიდა პირდაპირ სიკვდილის არკანი. ჩვენ თქვით რომ აკვირდებით კეთილები არიან ბოროტები თუ მტრები თუ მოყვარეები, თქო და აი დაახლოებით ეგეთი ვარიანტია, ანუ იცვლება თქვენი რეალობა ყუროებო, იცვლება თქვენი რეალობა და შეიძლება აგვისტო იყოს რაღაცა ტიპის გარდამტეხი მომენტი თქვენს შემთხვევაში. იცით რა არის? მე აქ რა ინფორმაციაც მომდის ყუროებთან დაკავშირებით, აქ მოგიწევთ რომ დაიცვათ, აი ეს ნაშიშვლები ხმლით დაიცვათ თქვენი აც უკვე ან მოპოვებული რეპუტაცია, ან მოპოვებული კეთილდღეობა,
ან მოპოვებული სამსახური, აი თითქოს რაღაცა მოგიწევთ, რომ დაიცვათ, ან დაამტკიცოთ, ან აი როგორ ვთქვა, ნახეთ, სახლს რომ აი დასასვენებლად რომ მიდიან ადამიანები, ან სადღაც რომ მიდიან გრძელად და სახლში რომ დატოვებენ ან მეორე ადამიანს, რომელიც ყურადღებას მიაქცევს, ან ცხოველს, რომელიც დაიყეფებს როგორც მინიმუმ, ხო, ვითომ უცხოვრო შემოვა, ან თუ დააპირებს შემოსვლას, აფრთხილებს, ხო? აი დაახლოებით ეგეთი ენერგია მოდის აქ კუროებთან, რომ მოგიწევთ დაიცვათ ის, რაც უკვე გაქვთ, ის რაც უკვე თქვენია. თუ ამას ვერ გააკეთებთ, ან ვერ მოახერხებთ, ხო? რაღაცა ტიპის მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიძლება დაიწყოს თქვენს ცხოვრებაში. ხა ინდივიდუალურად გადაათამაშეთ ძალიან ბევრი მსმენელი მიყურებთ და რთულია იმის განსაზღვრა კონკრეტულად რას ეხება ეს სიტუაცია თქვენ შემთხვევაში კუროებ. ნახოთ ქალწულებთან როგორი ენერგია იქნება. ქალწულებთან მოვიდა ზის ენერგია. ნახეთ როგორი მაღალი არკანებით გველაპარაკება აგვისტო. ქალწულებთან მოვიდა მზის ენერგია. ქალწულებო, აქ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აგვისტო მთელი თავისი დიდებულებით, ცხუნვარებით გამოვლინდება თქვენს რეალობაში. ეს იქნება სიტუაცია, სადაც მოგიწევთ ერთმანეთს შეუხამოთ და შეუთავსოთ თქვენი სიბრძნე, თქვენი ანგარიშვალდებულება და თქვენი წონასწორობის, ბალანსის დაცვის უნარი. ანუ თქვენ უნდა შეძლოთ და უკიდურესობებში არ უნდა გადავარდეთ. უნდა დაიცვათ ბალანსი და როგორ უნდა იყოთ, იცით, სადაც საჭიროა, სახე უნდა იცვალოთ. მაგრამ არა სისუსტის მიმართულებით, არამედ პირიქით. უნდა გამოავლინოთ გარკვეული ტიპის სიბრძნე და გარკვეული ტიპის ძალაც მათ შორის. ნახეთ, აი თუ დააკვირდებით ამ არკანზე, ხო, ადამიანის ტანით, ასე ლოტუსის პოზაში ზის ირემის სახით გამოსახული ქმნილება, ხო? რომელსაც არის მამრობითი სქესის ირემია. ანუ შეიძლება მასკულინურმა ენერგიებმაც იმძლავროს, უფრო მეტად მოგიწიოთ რაღაცეებზე და უშოთ პასუხისმგებლობების აღება, ან უფრო მეტად მოგიწიოთ, მე რატომღაც ეს ენერგია უფრო მომდის, საკუთარ თავში წონასწორობის, ბალანსის აღდგენისა და დაცვის გააქტიურება. უნდა შეძლოთ და დაიცვათ ეს წონასწორობა. ვნახოთ ახლა თხის რქებთან რა ხდება აგვისტოს თვეში და თხის რქებო. რა უცნაურია, ორიანი პენტაკლები მოვიდა აქ. უცნაური რატოა, ნახეთ, თითქოს არალოგიკურია, მაგრამ აი კაკალზე, ნახეთ, აი როგორი კაკალია, აი აქ არის საქანელა, აიწონა და აი გოგო და ბიჭი თამაშობს, ხო? კაკალი არის ჩვენი ძველი წინაპრები, რას აკეთებდნენ, ცდილობდნენ, რომ ბავშვებისთვის მინიმუმ ეჭმიათ ძალიან ბევრი, ან ზომიერად, რა თქმა უნდა, კაკალი, იმიტომ რომ კაკალი არის ადამიანის ტვინის ანალოგია, ანუ ეს ლებნები ზუსტად ეხამება ადამიანის ტვინს და ამბობენ, რომ ძალიან სასარგებლოა კაკლის მირთმევა უშუალოდ ტვინისთვის, ხო? აი თქვენს შემთხვევაში როგორი სიტუაცია იცით, თხის რქებო, აქ მოგიწევთ, რომ გაიხსენოთ რაღაცეები, რა უნარებიც გაგაჩნდათ, ანუ რა დონეზე ბევრ ნაცრისფერ უჯრედებს შეიცავდა თქვენი ტვინი, იმიტომ რომ აი აქ თუ დააკვირდებით, ეს კაკლის ლებნები არ ჩანს. ანუ დახურულია და აქ თამაშობენ ბავშვები, ხო? ანუ შეიძლება ეს იყოს სიტუაცია, რომ თქვენ თითქოს რაღაცა პროცესები ან თვითშეფასების ნაწილში რაღაცა საკითხები დაივიწყეთ, რაც იცოდით, რაც თქვენს უნარებსა და შესაძლებლობებში უკვე არაერთი წლის განმავლობაში არსებობდა, მაგრამ რაღაცა გადადეთ თითქოს, ხო? აი ხა აგვისტო იქნება ზუსტად ის პროცესი და ის დროის ის მონაკვეთი, როცა მოგიწევთ, რომ თქვენი გამოცდილება, თქვენი ცოდნა დაიბრუნოთ და გახსნათ. აი ამისათვის კი უნდა გამოიყენოთ ბავშვური სილაღე და ინტერესი, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცნაირად დაგეზაროთ, მაგრამ მერწმუნოთ, რომ დაგჭირდებათ და ძალიან სასიკეთო ცვლილებების მომტანი იქნება. საერთო ჯამში, აი ზუსტად სტიქიის ენერგიამ რაც აჩვენა, ანუ ხმლების მეფის ენერგია, თუ დააკვირდებით, არ ვიცი ხა როგორ ჩანს, აი როგორი იყურება, ნახეთ ეს წვერიანი, ჭაღარა წვერიანი მოხუცი, ხო?
აკვირდება მის თვალებში არის დამკვირვებლური შემფასებლური მზერა და ეს შემფასებლური მზერა ამ ადამიანს და გამოცდილება ამავე დროს ამ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას განსაზღვროს მოვლენებთან დამოკიდებულების ტენდენციები. კარგად მომექცევი, კარგად მოგექცევი, ცუდად მომექცევი, ცუდად მოგექცევი, ან როგორც მინიმუმ მომემზადები მაინც. აი ესეთი იყო მიწის სტიქიის წარმომადგენლებისთვის აგვისტოსთვის პროგნოზი, დამიწერეთ თუ რეზონირდა თქვენ შემთხვევაში. ჩემო კარგებო და გადავიდეთ ახლა წყლის სტიქიის წარმომადგენლებზე და ზოგადად რა ხდება წყალთან მიმართებაში აგვისტოს თვეში. სამიანი თასები მოვიდა წყლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის და მე აქ ვიტყოდი რომ ამ სტიქიის წარმომადგენლებს პრინციპში ძალიან სუბუქი, ჰაეროვანი თვეგელოდებათ აგვისტოში. მიუხედავად იმისა, რომ აი თხის რქებთან მაგალითად და კურუებთან ცოტა რაღაცნაირი ესეთი ცივი ენერგია, პრინციპშია ვერც ქალწულებთან ვერ ვიტყოდი, რომ არ არის, ანუ მიწის სტიქიის წარმომადგენლებთან, ხო, ზოგადად თუ ცივი ენერგია მოვიდა ზამთრის თქო, თქვენთან აქ ნამდვილად ზაფხულის ენერგიაა წყლის სტიქიის წარმომადგენლებო და შეგიძლიათ აი ეს ზაფხულის ჰაეროვნება, ეს ზაფხულის გართობა, თუნდაც მეგობრების ნახვა, კომუნიკაცია და ასე შემდეგ გამოიყენოთ აგვისტოს თვეში თქვენ და სასარგებლოდ. ეხლა ვნახოთ რა ხდება მორიელებთან. მორიელებო, აქ მოვიდა ხმლების რაინდი. ხმლების რაინდი. რაღაცა უცნაური სურვილი აქვს მორიელებს აღადგინონ კომუნიკაცია ძალით. ნახეთ, მე აქ თქვენ გიხსენეთ, რომ კომუნიკაციის აღდგენისთვის თქო ძალიან კარგი თვია და მართლა ესია, მაგრამ მორიელებო, რაღაცნაირად თითქოს თქვენ შემთხვევაში ეს არის გარკვეული ტიპის, აი დრო რომ მოვიგო, დრო რომ მოვასწრო რაღაც, აი ესეთი სიტუაცია, თითქოს აი ამხედრებული ხართ ცხენზე, აი თქვენი ხმალიც ელავს, არც თუ ისე მეგობრულად და ცდილობთ რომ რაღაცნაირად თითქოს უცებ მოასწროთ რაღაცის გაკეთება ან ვიღაცასთან გასაუბრება. ჩქარობთ რაღაცაზე მორიელებო, მე აქ არ ვიცი რა საკითხის ეხება ეს თქვენი სიტუაცია, მაგრამ ეცადეთ რომ უფრო მეტად კეთილგონიერი იყოთ. ვნახოთ თევზებთან რა ხდება. თევზებთან მოვიდა ფორტუნას ბორბალი. თევზებო, აქ თქვენთვის არის სიტუაცია, როდესაც პრინციპში მიიღებთ იმას, რაც დაიმსახურეთ. ეს იქნება გარკვეული ტიპის შეჯამება, გარკვეული ტიპის ციკლის დასასრული და შედეგად თქვენ მიიღებთ, მე ვერ ვიტყვი, რომ იქნებით უკმაყოფილო. აი ნახეთ, როგორი მწიფემზე სუმზირები აქ გამოსახული და აქ კიდევ ბორბალზე თვითონ დიდი მონეტა, ხო? ეს ნიშნავს უკაცრავად თევზებო იმას, რომ ბევრი ქარტეხილი გამოიარეთ, ბევრი წისქვილის ქვა დატრიალდა შესაძლოა თქვენს თავზე, მაგრამ აი აგვისტოს თქვა იქნება გარკვეული ტიპის შეჯამება ამ ყველაფრისა დადებით პოზიციაში. თითქოს მიიღებთ, ან იცით რა არის, მიიღებთ და შეეგუებით რაღაცებს, რომ ეს ესია უბრალოდ და თუ აქამდე დაუშვათ რაღაცაზე ღელავდით, ნერვიულობდით, რომ რატომ ისე, აი აქ აგვისტოს თვეში ის რაც მისაღებია იმას მიიღებთ, იმას რასაც ვერ ცვლით, იმის მიმღებლობაც გაგიჩნდებათ, რომ თქვენს ძალებს აღემატება და ამაზე ღელვას შეწყვეტთ. ნახოთ კირჩხებთან რა ხდება. კირჩხებო, აქ მოვიდა სამიანი ხმლების ენერგია და სამიანი ხმლების ენერგიით შეგვიძლია ვთქვათ კირჩხებთან მიმართებაში, რომ სიტუაცია, ნახეთ, სულ მესაუბრება რაღაცა ტიპის აი კომუნიკაციაზე. შეიძლება აქ იყოს სხვათა შორის შერიგების ენერგია წყლის სტიქიის წარმომადგენლებთან, ვიღაცებთან შერიგები ზოგადად სტიქიაში. იმიტომ რომ აი რაღაცა ესეთი წყენებს, გულისწყენებს, შედეგებს მანახებს და მაჩვენებს,
რაც აი მოგიტანთ უშუალოდ კირჩხებზე რომ ვისაუბროთ, მოგიტანთ როგორ გაცნობიერებას იცით, რომ აი ესეც გაივლის და აუცილებლად ამოვა მზე. ეს სიბრძნე თქვენს შემთხვევაში კირჩხებო, ხო, გამოგიმუშავდათ, არ ვიცი, ძალიან ბევრი ხნის განმავლობაში, მაგრამ აი უშუალოდ აგვისტოში თქვენ ამას გააცნობიერებთ, რომ გაივლის. არაფერი არ არის ამ ცხოვრებაში მუდმივი, არც ჩვენ არა ვართ მუდმივი, არც მოვლენები და გარემოებები და თუ გინდაც ადამიანები არ არიან მუდმივები და აი რაღაცნაირად სიბრძნით მიუდგებით ამ ყველაფერს. ერთადერთი რაც მინდა რომ გითხრათ, იცით რა არის? ეცადეთ რომ არ დარჩეთ კირჩხებო საკუთარ აი როგორ გითხრათ ტკივილი კი არა, აი წყენებთან არ დარჩეთ მარტო. ეცადეთ რომ რაღაცა სითბოსკენ გაფრინდეთ, სითბოსკენ გახვიდეთ, თქვენთვის სასურველი ადამიანების წრეში მიხვიდეთ, იმიტომ რომ აი ეს ენერგია ძალიან გაძლევთ ამის შესაძლებლობას, რომ შემოიკრიბოთ თუნდაც ერთი ადამიანი, მაგრამ თქვენი ვისაც ძალიან კარგად ესმის. აი ყველას გეხებათ ეს წყლის სტიქიის წარმომადგენლება. გჭირდებათ რომ რაღაცა ისეთ ადამიანების წრეში და გარემოცვაში მოხვდეთ, სადაც დაიბრუნებთ იმ სილაღეს, რაც თქვენში რეალურად არის და შეძლებთ თქვენს ემოციებს მისცეთ სწორი მიმართულება, არა რაღაცა ისეთი დეპრესიული, წუხილის, სევდის და ასე შემდეგ, არამედ პირიქით, აი უფრო მსუბუქი და ჰაეროვანი ენერგიით რომ შეხვიდეთ აგვისტოს თვეში. ნახოთ ახლა ჰაერი გვაქვს უკვე, ჰაერისთან რა ხდება ზოგადად ტენდენციის თვალსაზრისით. პენტაკლების პაჟი მოვიდა აქ, ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებო. ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებისთვის შესაძლოა აგვისტოს თვე იყოს გარკვეული ტიპის მსუბუქი ინვესტიციების განხორციელების პერიოდი. მსუბუქი ინვესტიციებში რას გულისხმობთ? იცი, აი დიდი, შეიძლება გინდოდეთ რაღაცა დიდი კაპიტალდაბანდება, მაგრამ აი რაღაცა ცოტათი მცირე ნაწილებით დაიწყოთ, მცირე ეტაპებით დაიწყოთ და აი ნელ-ნელა გაზარდოთ მერე თქვენი ინვესტიცია. ინვესტიცია შეიძლება იყოს აქ როგორც ფულადი სახით, ასევე შეიძლება იყოს დროის სახით, ან ასევე შეიძლება იყოს ენერგიის სახით. ვისაც აქ ჯანმრთელობის პრობლემები გაწუხებთ ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებს, ხო? აი იგრძნობთ ნელ-ნელა გაუმჯობესებას. ეს იქნება მცირე დოზით, მაგრამ ამასაც იგრძნობთ. ეს არის ტენდენცია თვის ჭრილში, აგვისტოს თვეში. ეხლა ვნახოთ ტყუპებთან რა ენერგია გვაქვს. აი ტყუპებო, მოვიდა კვერთხების რაინდი. ნახეთ, როგორი ცხენზე ამხედრებული რაინდია, რომელიც მიისწრაფვის, რომ მიაღწიოს რაღაცა ადგილს, არ აქვს როგორც აი ხმლის რაინდის შემთხვევაში აქ რო იყო, ხო? ჰაერის სტიქიასთან აქ არ აქვს აი ესეთი რაღაც, ესეთი გაბრაზებული ენერგია, არამედ მე ვიტყოდი, რომ საკმაოდ სანდომიანი სახე, ან ბედნიერია, ხო? ნელა-ნელა თქვენ ტყუპებო იგრძნობთ თქვენი წარმატების მცირე, აი ძალიან მცირე შეიძლება იყოს ეს, მაგრამ იგრძნობთ აი ამას, რომ ნელ-ნელა უმჯობესდება თქვენი მდგომარეობა ბევრ საკითხთან მიმართებაში. რაც ასევე ძალიან საინტერესოა ტყუპებო, ხო? თქვენ ყავთ ძალიან ძლიერი დასაყრდენი ადამიანი მინიმუმ ერთი მაინც თქვენს სივრცეში, რომელსაც მართლა შეგიძლიათ რომ დაეყრდნოთ და მართლა შეგიძლიათ აი გათვალოთ იმ ადამიანზე რაღაცა, ანუ გათვალოთ რას ნიშნავს, აი იმასთან ერთად რომ რაღაცა აკეთოთ, ან დასაყრდენი სანდო პიროვნება, აი ამის თქმა მინდა, ხო? ნახოთ მერწყულებო თქვენთან რა ხდება. მერწყულებთან მოვიდა ვარსკვლავის ენერგია, ესეთი ვარსკვლავის ულამაზესი ქალბატონი. მერწყულებო თქვენც აქ თითქოს მიიღებთ გარკვეული ტიპის შთაგონებას, გარკვეული ტიპის მინიშნებას, ოღონდ ეს არ იქნება რაღაცა მატერიალური, ეს იქნება უფრო რაღაცა სულიერი სამყაროსგან ან კავშირი, ან რაღაცა ესეთი, რომელიც სხვათა შორის პირდაპირ მნიშვნელობით შეიძლება წყლის გავლით
მოვიდეს თქვენთან. აი მაგალითად ყველაზე ბანალური შემთხვევა შეიძლება სააბაზანოში შეხვიდეთ წყლის გადასავლებად და იმ მომენტში დაგებადოთ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი გაცნობიერება, მერწყულება, აი ამას დაუკვირდით, რა შეიძლება იყოს, რაც მოგიტანთ სულიერ ბალანსს, სულიერ წონასწორობას მოგგორით და დაგიმშვიდებთ იმ აი აფორიაქებულ რაღაცა სულსა და გულს, რაც შეიძლება აქამდე გქონდათ. მერწყულება აი ამას მიაქციეთ ყურადღება. და გადავედით უშუალოდ სასწორებთან დაკავშირებით. სასწორებს გვაქვს აქ 4-იანი პენტაკლების ენერგია. ნახეთ როგორი 4-იანი პენტაკლების ენერგიაა. სასწორებო თქვენ აქ მოგიწევთ რაღაცა, აი როგორ თქვა იცით, ცოტა პაუზის გაკეთება, რაღაცაზე დაფიქრება, გარკვეული ტიპის გადაანგარიშება ფინანსებთან მიმართებაში. რას ნიშნავს გადაანგარიშება? შეიძლება სხვანაირად გქონდათ რაღაცა დაგეგმილი, მაგრამ მოგიწევთ რომ გადაიანგარიშოთ. აი რაღაცა მოგიწევთ რომ თქვენი ბჭყალებში რო ვთქვათ ბუღალტერია კიდევ ერთხელ პირადი იქნება ეს თუ მართლა რაღაცა კომპანიასთან დაკავშირებით, აი რაღაცა გადაანგარიშება მოგიწევთ. შეიძლება აქ პირდაპირ მიყურებთ ფინანსისტები ან ასე შემდეგ, რომელსაც აი მოგიწევთ რომ თუნდაც დაგეგმოთ აი სექტემბრიდან ბიუჯეტი ან რაღაც ესეთი, მაგრამ აი ეს ენერგია აქ აგვისტოს თვეს სასწორებთან და ზოგადად მთლიანად ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებისთვის აი რაღაცა ნელი ეტაპობრივი გაუმჯობესება ბევრ თქვენგანთან შეიძლება მოვიდეს რაღაცა ახალი დასაწყისის საზრისი, არა ქმედება, არამედ საზრისი. აი თითქოს რაღაცა იდეა რო დამებადება, მაგრამ ხვდები რომ აი ამ იდეისთვის, აი ამ წუთას ესეთი მასშტაბის ინვესტიციის თუნდაც დროის თუ ფინანსების ჩადება არ შემიძლია, მაგრამ იდეა კარგია და მოდი მომავლისთვის მოვინიშნავ. აი ესეთ შეიძლება იყოს თქვენ შემთხვევაში სასწორებ. და ეხლა ვნახოთ ბოლოს ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებთან რა ხდება, რა ენერგია გვაქვს. 8-იანი ხმლების ენერგია მოვიდა ცეცხლთან. ჩემო კარგებო. აქ რაღაცა ტიპის მოლოდინს მიჩვენებს თქვენს შემთხვევაში ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის. აი თითქოს იცით რა არის, გახართ და ცოტა იმედი გაქვთ გაცრუებული თუ დაკარგული, აი რაღაცა ესეთი სევდანარევი მოლოდინია, რომ აი როდისღა შეიძლება რომ რაღაცა შეიცვალოს უკეთესობისკენ. მაგრამ იცით რა მინდა რომ გითხრათ, არ დანებდეთ, რა თვალსაზრისით შესაძლოა გეჩვენებოდეთ რომ თქვენს ირგვლივ რაღაცა დახურული წრე არის ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებო, მაგრამ ძალიან გარკვევით მინდა რომ გითხრათ რომ თქვენ გაქვთ ძალიან კარგი ინტუიცია. მართლა გაქვთ ძალიან კარგი ინტუიცია და შინაგან ხმას გაყევით, არ აყვეთ აი დეპრესიულ განწყობას ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები. ვნახოთ ახლა რა ხდება ლომის ენერგიაში. აი ნახეთ, 9-იანი ხმლები, 8-იანი ხმლების საერთო ენერგია, 9-იანი ხმლები ლომის ენერგია, რომ ადამიანი რომელიც აი გარბის, რომ თითქოს არაფერი აღარ მინდა, არავინ აღარ მინდა, მომეშვით, თავი დამანებეთ, აი რაღაცა აპათიური განწყობა გაქვთ ცეცხლის სტიქიას ზოგადადაც და უშუალოდ ლომსაც, მაგრამ არ აყვეთ ამ განწყობას, არ აყვეთ ჩემო კარგებო, იმიტომ რომ აი თუ დააკვირდებით რა, ტანზეც საკამარისად შემოსილად გაცვიათ, ფეხზეც საკმარისად შემოსილად გაცვიათ და ერთადერთი ვინც მოგდევთ არის ეს ყვავები, ხმლები კი უკან გაქვთ ჩასობილი. ანუ თუ თქვენ ვიღაცის მოგერიება, ანუ გადატანითი მნიშვნელობით ვიღაცის ან რაღაცის მოგერიება დაგჭირდათ, ყველაფერი ახლოს გაქვთ. თავარია თქვენ ეს დაიჯეროთ, თავარია თქვენ ეს ირწმუნოთ და ეს აუცილებლად ესე მოხდება. ნუ ჩამოყრით მხრებს და ნუ მიეცემით აპათიას, რომ არაფრის საშველი აღარ არსებობს.
ყველაფრის საშველი არსებობს, თავარია თქვენ ეს საშველი დაინახოთ, შეიგრძნოთ, აიღოთ, გამოიყენოთ. ეხლა ვნახოთ ვერძებთან რა ხდება. ნახეთ, ვერძებთანაც მოვიდა რა საინტერესოა ღმერთო. ვერძებთან მოვიდა ცხრიანი კვერთხების ენერგია. ადამიანი, რომელსაც ეგონა, რომ მოსავალს მოიმკიდა, ადამიანი, რომელსაც ეგონა, რომ მისი შრომის შედეგი ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ ეხლა უწევს, რომ საფრთხობელად დააყენოს, იმისათვის, რომ ხეთ რამდენი დაინტერესებული თვალი, ყური, ხელი და ფეხია თქვენ სივრცეში. ჩემო ვერძებო, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ თქვენ მოგიწევთ, აი როგორც ლომებს უთხარი, თქვენ მოგიწევთ სხვა და სხვა უნარჩვევების თუ რესურსების თუ პიროვნებების თუ რაღაცა მოქმედებების ჩართვა თქვენს არსენალში, რაც შეიძლება სტანდარტულად თქვენი პიროვნებისთვის დამახასიათებელი პროცესი არ არის, იმისათვის რომ მიიღოთ თქვენი მოსავალი, ანუ თქვენი შედეგი. ახლა დაფიქრდით, ვისთვის რა იქნება აქ მიზანშეწონილი და ბოლოს მშვილდოსნებო. ძალიან საინტერესოა, აქ მოვიდა ეშმაკის არკანი. მშვილდოსნებო, აქ როგორი სიტუაცია იცით თქვენს შემთხვევაში გარკვეული ტიპის ვამპირიზმთან შეიძლება გქონდეს კავშირი. ანუ თქვენ შეიძლება მშვილდოსნებთან აი უშუალოდ ახლა რატომღაც მომდის ესეთი ენერგია, რომ შეიძლება პირდაპირ იყოთ ისეთ კავშირში, რომელიც ძალასაც გაძლევთ, მაგრამ ძალასაც გართმევთ. და უფრო მეტად გართმევთ ამ ძალას, ვიდრე გაძლევთ, მაგრამ არა გაქვთ უნარი იმისა, რომ თავი გაითავისუფლოთ აი ამ არაჯანსაღი თუნდაც ბალანსისგან, ემოციური ბალანსისგან, ხო? აი ამიტომ არის ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებთან გარკვეული ტიპის იმედგაცრუების ენერგია, რომ თითქოს რაღაცა დაგეცალათ ენერგორესურსი, დაგეშრიტათ ძალა და შემართება, მაგრამ არამც და არამც, ჩემო ძვირფასებო, ფაქტიურად მე-9 ენერგიაში ხართ, ტაროს ენერგიების მიხედვით, აი მე-10 საფეხური უკვე ყველაზე მაღალი საფეხურია, შემიძლია გითხრათ, რომ თითქმის ბოლოში ხართ, ამიტომ ესე ნუ დაყრით ფარხმალს და ნუ წააგებთ წინასწარ ომს. აი ეს მინდა რომ გითხრათ, აი წინასწარ ნუ წააგებთ, ნუ გადაუწყვიტავთ თქვენ თავს, რომ აი იცი რა, всё, წავაგე, მორჩა. საშველი აღარ არის. აი ესეთი იყო ჩემო კარგებო, აგვისტოს თვის ტარო პროგნოზი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, მე აქ დავთაგავ ჩემს მასწავლებელს ციფრულ ფსიქოლოგიასთან დაკავშირებით და შეგვიძლია ფაქტობრივად მე ამას ესე ვუყურებ, მართლა თქვენმე დამეხმარებით სადიპლომოს დაწერაში, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი ადამიანი მეყოლება, მე დატესტილი ამ სადიპლომოს წერის პროცესში, უფრო მაღალ შედეგიანი ვიქნები მე პირადად და გეყოლებათ ადამიანის სივრცეში საქართველოში, რომელიც უკვე სერტიფიცირებული იქნება ამ მიმართულებით, საერთაშორისო სერტიფიკატის ნაწილში და ამავე დროს მიიღებთ ძალიან მიზერულ ფასად იმ მომსახურებას, რომელიც არა მხოლოდ დღეს ხვალ ზეიქ თუნდაც შეცვლის თქვენს ცხოვრებას, არამედ გექნებათ ინფორმაცია, გაგატანთ ამ ინფორმაციას, რომელიც მთელი თქვენი ცხოვრების მანძილზე იქნება თქვენი მეგზური და იქნება თქვენი ფაქტობრივად რუქა, პირადი რუქა, რომლის მიხედვითაც ესე სუბუქად შეძლებთ რომ გადაიაროთ ცხოვრებისეული გამოწვევები და მინიმუმ გქონდეთ, ანუ რა გვთრგუნავს ადამიანებს, ხო, რაღაც პრობლემა რო არსებობს, ის პრობლემა არსებობს. მაგრამ ყოველთვის პასუხი როცა არ აგვაქვს, აი ეს არის დამთრგუნველი მომენტი, რომ რატომ, რისთვის, ხო? აი რატომ და რისთვის, აი ამაზე პასუხებს ვეცდებით, რომ ერთად ვიპოვოთ ციფრული ფსიქოლოგიის მეშვეობით, თქვენი დაბადების თარიღის მიხედვით, თქვენი პირადი ენერგიების მიხედვით, კარმული შეცდომების და ასე შემდეგ და ამავე დროს, რა თქმა უნდა, მთელი ამ პროცესის დასრულების შემდეგ, 8 კვირის გავლის შემდეგ, შევაჯამებთ, სად იყავით საწყის წერტილში, სად მიხვალთ ბოლოს და ამაში, რა თქმა უნდა, დაგეხმარებით უშუალოდ მე. გისურვებთ ბედნიერ აგვისტოს, გისურვებთ მშვიდობიან აგვისტოს, ჩემო კარგებო. ველოდებით ყველას პირად შეტყობინებაში, ვისაც დაგაინტერესებთ ამ ჯგუფში ჩართვის პირობები.
10 აგვისტოს ვიწყებთ, 10 აგვისტომდე მივიღებ ისედაც უკვე ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც გამოთქვა სურვილი, რაოდენობა ადგილების შეზღუდული მაქვს, იმიტომ რომ ყველას ინდივიდუალურად უნდა გემუშაოთ, ამიტომ ეცადეთ, რომ ვისაც მართლა გინდათ, რომ ისარგებლოთ ამ შესაძლებლობით, არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან. მოკლედ ასე, გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით, სიყვარულით და დროებით.